მელიქიშვილის გამზირზე ყოველდღიურად იმართება კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან აქციები, სადაც საზოგადოებრივი მოუწყობიდან მარში უერთდება ხოლმე მიმდინარე პროტესტ. დღეს სამწუხაროდ იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ჟურნალისტ, მათ შორის ჟურნალისტების მხრიდან, პუბლიკას რამდენიმე თანამშრომელს წაართვეს ტელეფონები და სხვადასხვა მოწყობილობები, ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ასევე მეც, როდესაც ვცდილობდი რომ გადამეღო მათი მხრიდან შტაბიდან გამოსული ქართული ოცნების წარმომადგენლების სიტყვიერი შეურაცხყოფები, მუხარები, აქციის მონაწილეების მხრიდან და მათ შორის მედიის მიმართულებით. Აი ამ მომენტში პოლიციამ ვთქვათ ძალადობრივად გამომიყვანა ეპიცენტრიდან ვიდეო გადაღებაში შემიშალა ხელი, ჩემ პროფესიულ საქმიანობაში შემიშალა ხელი, მივიღე ფიზიკური დაზიანებაც. ამაზე გაცილებით უფრო მძიმე ვითარება არის კიდევ სხვა ჟურნალისტებთან და აქციის მონაწილეებთან მიმართებით, რომლებიც ახლა საავადმყოფოში არიან, ნაწილი როგორც ვიცი გადასული, ნაწილი პირველად დახმარებას იღებს ქართველეთის ეკლესიასთან. როდესაც ცდილობდა რომ გავეყვანე ადგილიდან, მაშინვე მე უთხარი რომ მე ვარ მედიის წარმომადგენელი, ჩემ პროფესიულ საქმიანობას ვასრულებ. მიუხედავად ამისა, არათუ ამან ზემოქმედება იქონია იმაზე, რომ რაღაცა ჩემთვის ხელი არ შეეშალა გადაღებაში, პირიქით სიტყვიერი შეურაცხყოფა მაყენა, როგორც მან, ისევე ქართული ოცნების შტაბიდან გამოსულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ შემაგინეს და მე რაღაც ჯულგუნებით და ხელისყრით გადამწეს ადგილიდან.